ინგლისის მეფის რიჩარდ მესამის საფლავის პოვნის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე დრამატული არქეოლოგიური დეტექტივია, სადაც თანამედროვე გენეტიკურმა კვლევებმა შუა საუკუნეების საიდუმლოებებს ფარდა ახადა. წარმოიდგინეთ, რომ 500 წლის განმავლობაში ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მეფე ჩვეულებრივი მუნიციპალური ავტოსადგომის ასფალტის ქვეშ განისვენებდა, ხოლო მისი ნამდვილი გენეტიკური კოდი სრულიად სხვა სამყაროსთან, საქართველოსთან იყო დაკავშირებული. 2012 წელს ლესტერში ჩატარებული გათხრები ნამდვილი სენსაცია იყო. რიჩარდ მესამის ნეშტის აღმოჩენამ დაადასტურა ისტორიული ცნობები მისი ხერხემლის გამურუდების, ეგრეთ წოდებული სკოლიოზის შესახებ. თუმცა გენეტიკურმა ანალიზმა ბევრად უფრო შოკის მომგვრელი რამ გამოავლინა. მეფე რიჩარდ მესამე მიეკუთვნებოდა GP287 იგივე G2 ჰაპლოჯგუფს. მეცნიერებისთვის ყველაზე დიდ გამოცანად დღემდე რჩება ის, თუ როგორ აღმოჩნდა პლანტაგენეტების სისხლში ჰაპლოჯგუფი G, რომელიც ტიპური ქართული კოდია და კავკასიის მკვიდრი მოსახლეობისთვის არის დამახასიათებელი. როგორ მოხდა ეს ხაზი დასავლეთ ევროპის მონარქების სისხლში, დღემდე აუხსნელი ფენომენია, თუმცა ფაქტია, რომ რიჩარდ მესამის Y ქრომოსომა არ დაემთხვა მისი თანამედროვე ნათესავების ბოფორტების ხაზის მონაცემებს. ეს ნიშნავს, რომ სამეფო ხაზში სადღაც არალეგიტიმური ჩანაცვლება მოხდა, რამაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მთელი დინასტიის ბიოლოგიური უწყვეტობა და დაგვანახა, რომ ისტორიის მიღმა ყოველთვის არსებობს სხვა, უფრო პირადი და საიდუმლოებებით მოცული რეალობა. რიჩარდ მესამის სიკვდილი ბოსვორტის ბრძოლაში ტრაგიკული იყო, მაგრამ მისი შემდგომი ბედი კიდევ უფრო დამამცირებელი აღმოჩნდა. ლეგენდის თანახმად, მისი შიშველის ხედარი ცხენზე გადაკიდებული ატარეს, რათა ხალხს მისი დამარცხება ეხილა. ის გრეიფრაიერსის მონასტერში დაკრძალეს, თუმცა რეფორმაციის დროს მონასტერი დაანგრიეს და გავრცელდა ხმები, რომ მისი ძვლები ამოთხარეს და დინარე სორში გადაყარეს. საუკუნეების შემდეგ ეს ქრისტიანული ადგილი ჯერ ბაღად, შემდეგ კი ჩვეულებრივ ავტოსადგომად იქცა და მეფე, რომელიც ოდესღაც ინგლისს მართავდა, ასეულობით წლის მანძილზე მანქანების საბურავების ქვეშ იყო დამარხული. მიუხედავად იმისა, რომ რიჩარდ მესამის გენეტიკამ ეჭვქვეშ დააყენა მრავალი მონარქის ლეგიტიმურობა, დღევანდელი სამეფო ოჯახისთვის ეს საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან 1701 წლის მოწყობის აქტმა მემკვიდრეობის წესის შეცვალა და გერმანული ჰანოვერის დინასტია შემოიყვანა, რითაც წერტილი დაუსვა ძველ გენეტიკურ დავებს. რიჩარდ მესამის ნეშტის პოვნისას ასევე აღმოჩნდა, რომ მას სიკვდილის შემდეგაც კი მიაყენეს ჭრილობები, რაც იმდროინდელი მტრების მხრიდან უკიდურესი სიძულვილის ნიშანი იყო. საბოლოოდ ამ აღმოჩენამ აჩვენა, რომ G2 ჰაპლოჯგუფის არსებობა ინგლისის ტახტზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიული პარადოქსია. ყვალი უცნობი წინაპრისა, რომელმაც საიდუმლო საფლავში წაიღო, მაგრამ დნმ-ის კვლევა მის 500 წლის შემდეგ მაინც გაამჟღავნა. 2015 წელს მეფე რიჩარდ მესამე ლესტერის საკათედრო ტაძარში დიდი პატივით დაკრძალეს, რითაც დასრულდა მისი გრძელი გზა ასფალტის ტყვეობიდან ისტორიულ უკვდავებამდე. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ მოხვდა ქართული გენი ინგლისის სამეფო ოჯახში? ეს ყველაფერი შემთხვევითობა იყო თუ გამიზნული ქმედება?